Pirosmanis აღდგენის მასშტაბური პროექტი იწყება. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. რესტავრაცია ნიკო Pirosmanis მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ნამუშევრებს ჩაუტარდება. კონკრეტულად, რომელ ნამუშევრებს უტარდებათ რესტავრაცია, ამას თამთა ასანიძე გვეტყვის. პროექტის ფარგლებში ნიკო Pirosmanis ორ ნამუშევარს ჩაუტარდება რესტავრაცია, ესენია თამარ მეფე და შოთა რუსთაველი. ორივე ნამუშევარი დღეს ნიკო Pirosmanashvilis სახელობის მუზეუმში გამოიფინა რამდენიმე საათით, ჩაუტარდება დათვალიერება და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ნამუშევრებზე რესტავრაციას ეროვნული მუზეუმის რესტავრატორები განახორციელებენ. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. მინდა საექსპოზიციო ღირებულების გარდა ამას ძალიან დიდი საგანმანათლებლო კომპონენტი ახლავს თან, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ დიდ ხელოვნებას ადრეული ასაკიდანვე ეზიარონ. ჩვენ ადრე ვთქვით 2015-ში განახორციელებთ პროგრამა, რომელსაც ერქვა Pirosmanis მოგზაურობა საქართველოში. Pirosmanis თითქმის მთელი ჩვენი კოლექცია, რაც მირზაანის სახლ-მუზეუმში ინახება, იმ კოლექციამ იმოგზაურა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის პარალელურად მიმდინარეობდა რეაბილიტაცია რამოდენიმე ნახატის. ჩვენ ამ სივრცეში ასევე ვფიქრობთ Pirosmanთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო ღონისძიების მოწყობას, რომელიც საზოგადოებისთვის არაერთგვაროვანი იქნება და არ იქნება მარტო რაიმე ნახატების დათვალიერება. რთულია იმდენად, რომ მას არაკვალიფიციური რესტავრატორის მიერ აქვს რესტავრაცია გაკეთებული, რომელიც საღებავი და ლაქი, რომელიც უსვია მას, აი როგორ მოიხსნება, ეს დუბლირებული არის ფირფიცარზე. სირთულეს წარმოადგენს მისი ფირფიციდან ახსნა. ჩვენ მოგვიწევს ფირფიცის დათხელება, ანუ სათითაოდ აი ფენების დათხელება და შემდეგ უკვე მუყაოზე მუშაობა. რესტავრაციის პროცესი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შედეგადაც რესტავრირებული ნამუშევრები მირზაანის ფონდში დაცული ნიკო Pirosmanashvilis კოლექციასთან ერთად გამოიფინება. მადლობა თამთა, ეს იყო თამთა ასანიძე.